დღეს მრავალფუნქციურ და მოვკიდებელ თეატრში ჩატარდა გურო კეკელიძის რეჟისორობით სპექტაკლი იავნანამ რა ქმნა. აღნიშნულ სპექტაკლში მონაწილეობდნენ სხვადასხვა დონის მსახიობები, მათ შორის გიორგი მჭედლიძე და სხვა მრავალი. სპექტაკლმა აშლაგის ფონზე ჩაიარა. სპექტაკლს ერქვა იავნანამ რა ქმნა, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა დაწერა. მოგესალმებით ბატონო გიორგი. ძალიან მოხარული ვარ, რომ კიდევ შეგხვდით ისევ სცენაზე. უბრალოდ მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა, როგორი სპექტაკლი იყო თქვენი გადმოსახედიდან და რამდენად გესიამოვნა ამ სპექტაკლში თამაში, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ იავნანამ რა ქმნა ეს არის უიშვიათესი ნაწარმოები და ფილმიც, მათ შორის, რაც კი გადაუღიათ და დაუწერიათ. და აი როგორია სპექტაკლი, თვითონ სპექტაკლი იავნანამ რა ქმნა. მოგესალმებით. სპექტაკლი როგორი გამოვიდა, ამას მე ვერ შევაფასებ, ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს და მაყურებლის ემოციიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სპექტაკლი შედგა. მე ძალიან მომწონდა იავნანამ რა ქმნა, ხშირად ფილმსაც ხშირად უყურებდი. მომწონს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებები. მე ყოველთვის ჩემი თავის კრიტიკული ვარ, ჩემ თავთან, მაგრამ მინდა მადლობა გადაუხადო თვითეულ მაყურებელს მობრძანებისთვის, ასეთი მხურვალე ემოციისთვის და აი თვალცრემლიანი მიდიოდა ხალხი დარბაზიდან. აი ახლა მოვჩი სპექტაკლს, არც გამომიცვლია უკვე, როგორც გჩვევია უცბად მოხვედი და უნდა ჩაგწერო და აი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის ბატონო კოტე და ყველას უსურვებ წარმატებებს. როგორც ხედავ, უცხო ფორმაში გამოიყურები. თუ შეიძლება მოგუყვა შენს პერსონაჟზე ერთი-ორი სიტყვა და დაგვიმატო საჩუქრად. ჩემი პერსონაჟი იყო ქეთოს გამზრდელი მამა, ნაიბი დაღესტანელი კაცი, ისეთი ხისტი პერსონაჟი და რა ვიცი, როგორ ვითამაშე, ეს უკვე მაყურებელმა უნდა შეაფასოს. იმიტომ რომ მე როგორც მსახიობს არ მიყვარს ჩემ თავზე საუბარი. ვფიქრობ, რომ სპექტაკლი შედგა მაყურებლის ემოციიდან გამომდინარე და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თვითეულ მათგანს მობრძანებისთვის და შეწუხებისთვის. მადლობა. მოგესალმებით ბატონო გურო, თქვენ ბრძანდებით მრავალფუნქციური თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი და როგორც დღეს გნახეთ, მსახიობიც უკვე. მსახიობობას მოირგეთ, ასე ვთქვათ. თქვენ ხშირად იყავით სცენაზე, კონტაქტი გქონდათ მაყურებელთან. აი როგორ ფიქრობთ, მაყურებელი დარჩა კმაყოფილი და შედგა სპექტაკლი, როგორ ფიქრობთ? საბედნიერო სპექტაკლი შედგა, მართლა შედგა, არ ველოდი ამდენ ემოციას, სპექტაკლის შემდეგ მოდიოდა ხალხი და გულოცავდა და ძალიან დიდი ემოცია იყო. ეხლა ეს ემოციურად რომ ვერ გადმოგცემთ, ისეთი ემოციები იყო და ესეთი სითხოვ დავინახე მაყურებელთან, რომ კი შედგა, რაც შეეხება მსახიობი ვარ პროფესიით, პროფესიით გავიწყე რეჟისორობა. რა ვიცი, მგონია რომ კარგი სპექტაკლი გამოვიდა. მაყურებელთან ესე გავიკეთე რომ კარგი სპექტაკლი გამოვიდა. აი თქვენს პერსონაჟზე რო გითხოთ, გითხრათ ერთი-ორი სიტყვა და იმ თემაზე თუ რამდენი ხნის განმავლობაში მზადდებოდა ეს სპექტაკლი, ანუ რამდენი ხანი იყო რეპეტიცია? ხო, სპექტაკლი მზადდებოდა სადღაც თვე-ნახევარი, 2 თვე არა რა, სრული 2 თვე არ გვიმუშავია, ეს არის უმრავლესობა 90% იყო ჩვენი სტუდიელები, ჩვენი სტუდიელები. პირველად იქნეს სცენაზე, 2 პროფესიონალი მსახიობი და მარტო დანარჩენები პირველად იქნეს სცენაზე. ჩემ პერსონაჟსაც შეეხება ერთ-ერთი ლეკი ვითამაშე გიორგი მჭედლიძესაც თან ერთად, რომელიც ახლა ჩავწერეთ. გიორგი მჭედლიძე ნაიბს თამაშობდა. დიახ. ხო. ისიც ლეკი. არა, გიორგი იყო ნაიბი. ლეკი მე და სანდრო ვერტის ვიყავით. მომიტევეთ ამ კითხვებს, ისე რომ მართლა ბოლო წუთას მოგისწარით, ნამდვილად საკმაოდ გამომდინარე. არა, პროფესიონალი გიორგი იყო, ბატონი მონცერი და მე დანარჩენები აბსოლუტურად ყველა იდგა პირველად სცენაზე და ვფიქრობ, რომ გაართვეს თავი და გამოვიდა კარგი სპექტაკლი. ზამთარში რა საპირათ ამ პერიოდში გაქვთ რამე კიდევ დაგეგმილი? კი, 2 სპექტაკლი მზადდება კიდევ ბავშვებთან ისევ და ამ სპექტაკლს ვითამაშებს. ამის გარდა კიდევ გვინდა ერთი დრამატული სპექტაკლი და ვნახოთ როგორ გამოგვარა.
აი თუ აპირებთ ასე ვთქვათ, ბროდვეის სტილში გაკეთებას, თუნდაც მაგალითად Christmas Carol რასაც ქვია, ან საშობაოდ რო გააკეთო. საშობაოს კი იქნება ეხლა კი საშობაოს მეგდალი კეთდება სადღაც დეკემბრის ბოლოს ეს გამოვა და ის სტუდიელები თამაშობენ, ბავშვები თამაშობენ და ალბათ მაყურებელი აუცილებლად ნახავს დეკემბრის ბოლოს. ესე იგი პირდაპირ სიახლეებს ასე კი, აუცილებლად. კი, აუცილებლად და ნახოთ რა იქნება.